ეხა ჩემი ჯერია. რომელიც საჭმელი არ მიყვარს ქართულ სამზარეულოში? ხომი. მეგრელებს ვენაცვალე. კითხვა ნომერი 2. ქმრები რატო უნდა აკეთებდნენ ყველაფერს ოჯახში? ყველაფერს არ უნდა აკეთებდნენ. კაცები ყველაფერს უნდა აკეთებდეთ ოჯახში, რომ ოჯახი ძლიერი გქონდეს რა. მარტივი. კითხვა ნომერი 3. ადამიანის შემდგ გადავარდი. ყველაზე მეტად რაკში კონტაქტი უფრო მიყვარს თუ ბოჭვა? ბოჭვა. არა, რა თქმა უნდა კონტაქტია. აუ გიო. შენ აბა მიყვარდი. მიხელა გიო. ვაიდე. მიხსოვი. ფარცამ იქნება 5000 ლაიქზე. მე ვარ დედა და გიოს ცოდვით დავიწვი. მე ვარ ქმარი და ჩემი დროც მოვიდა. მე ვარ ცოლი და მე ვარ დედა და ლალიკო ხმა აღარ გამითიშო. მე ვარ ქმარი და ლალის დრო წასულია ხალხო. მე ვარ ზალი და როდესაც მე ვარ დედა და თქვენი დედაც. მე ვარ ქმარი და მე ამ დღეს დიდხანს ველოდი. ჩემი დრო ამოიწურა ლალი. მე ვარ ქმარი და გამოგვიწერეთ ხალხო რა. ჩემი ცოლ შვილს 8-ჯერ 3 რამდენია? 24. რამეა თუ? ჩემი საყვარელი მანქანა. ისა BMW. ისა BMW. მანქანები არ მიყვარშილო. მესამე. ჩემი უსაყვარლესი ტიკტოკერი რომელია? ისა ისა ფასადე. ერთი 2 3. არა, ვერ ვიხსენებ რომელია. მე არ ვიცი კაი. ლალი და გიო. მახრჩო. კაი, მე არ მაყოფინეს. ლალი და გიო. აი, ზო. ხანომერი 4 და მეხუთე, ზო. ხანომერი 4. საჯამო გამოსხობენ ესენი სახით. ხანომერი 4. ვაიმე. აუ, ცუდაბა. რომელი მაღიზიანებთ? ოჯახში. მე ალბათ. რა თქმა უნდა ცოლი, შვილი ყოველთვის დაუცილია. მადლობა, მამა. რატო ჩამოხობინე? კარგი. კითხვა ნომერი 5. როდის ვაიმე. ეს რა იყო ჩვენი ხელის თხოვნით დრო? ხელის თხოვნა? 11 აპრილი. მეც ვამბობდი. შენ არის ყავი მაგრამ ჯერ საფიქრებული? აუ, აპრილი კი არა, თებერვალი. გოზო გამოდი. აუ, შევიწლია. აუ, შევიწლია. ცუდად ვარ. ვაიმე. რა ბედნიერება, რა ბედნიერება, ერთიანად რო აიღე, ყველა. აი, ეს ხვირი აღარ მაქვს. ვაიმე. რა ხარ შეხურ? შვილი. რა დახტილია? ბოლო. ეხლა თუ გამოისარეთ მე ვყოფ თავს.
გაიქვა ვაიმე. გაიქვა ჩემი მეზობლის დას იღა მაგდენისაც ვიცი. ლამარა. მართლა? მოიცე მოიცე ამოისუდგე და წადი როგორ ჩელენჯი იყო? ებერა ცომები გავიწვევი. მამა, ფეტონის ხინკალი, კუბდარი, ყველაფერი ხაჭაპური მინდა, მამა. არ მაქვს შვილო ფული. არ მაქვს შვილო. მინდა მე. შეუკვეთე, ჰა? გამარჯობა. ხინკალი მინდა, კუბდარი მინდა, ხაჭაპური მინდა, ნუ მოკლედ ყველაფერი მინდა საერთოდ. აი. ერთი ჩალი რა. ნახე მამა. აუ, შვილო, საღო, მართლა დაანგებელია. ერთი ჩალი რა. მამა. ერთი ჩალი რა გახდა? რა უშვილო, მართლა კაი არჩევანია რა. ხშირად მოვიდეთ ხოლმე აქ? მოვიდეთ. იგარი ხო. ორსულის 3 სიარული. დაბიხმარე ბიჭო. ინდოდა რა ჯანდაბა. ინდოდა. მე ცოლი ვარ და როგორც კი მაკენჩიზი მომინდება, ჩემი ქმარი ვალდებულია რომ წამომიყვანოს. მე ცოლი ვარ და რა თქმა უნდა წვიმაში გიომ უნდა გაიხატოს ქურთუკი და მე ჩამაცხას. მე ვარ ქმარი და გიო, მე ცოლი ვარ და მინდა, ესეც მინდა და საერთოდ სენდვიჩიც მინდა. მე ცოლი ვარ და აღდამთავრდა და ყველაფერი. ასეთი საყვარელი პატარა სივრცე მოაწყო გიომ. აქ ახლა ფილმს ჩართავს, ეს რაზეც წევართ, არ ვიცი რა ქვია, მგონი მატრასი, ძირს ჩამოაგდო, იქით უკან პუფები. ხო და პოპკორნიც გააკეთა. მეგობრებო, ახლავე დაგვიწერეთ, ახლა დავდებ ამ ვიდეოს, დაგვიწერეთ ძალიან საშიში ფილმი. ო რა. ძალიან საშიში ფილმი, რას ვუყურეთ ახლა? დავაი. ძალიან საშიში გვინდა. მალე დადეგრები რა. კაი, ვდებ. ჩელენჯი გიოს ნაწილი 1. გიოს ვაში რა გამოიხსნებოდეს გადაარჩენ. ვაიმე, რა ვერ გაიგე, გოგო რა წავედა. კითხვა ნომერი 2. გიოს ხვადა რომ გოგო გამოგელა დაეღოს, რა უნდა ხა? არა! ხვალის არიდება მგარჩი და მიიყვანო საქმე. კითხვა ნომერი 3. გია ფაბულაში 2 დღით რომ მოვდივარ. რამდენი საქმე აქვს? ფართორი იქნება 8000 ლაიქზე რა. აღარ დაალაიქოთ ხალხო, აღარ დაალაიქოთ. გაჩვენდი შენ. ალური ლოგიკა ნაწილი 6. ია ყველაზე მეტად რა მოგწონს შემში? ადამიანობა. ჰეპი ვეშაპია გეფისებით რა. ადამიანობა. ყველაფერი რატო დაფიქრდი მაგაზე? ფეხის ჩხილებიდან თამის ბოლო ღერამდე ყველაფერი მოგწონს შემში. ამას პასუხი რა თუნდა? კითხვა ნომერი 2. მანამდე კი არ დაგავიწყდეს რომ დაალაიქო ვიდეო და გამოგვიწერო. არ დაალაიქო. რომ ნახოთ როგორ ისკუპებს ვაშბატონი გიორგი წყალში. არ დაალაიქო.
გიო შენი აზრით მზე უფრო კარგად ანათებს თუ ნათურა? შენს გაუბერი. მზე. არც ერთი ჩამოთვლილთაგან, რა თქმა უნდა, მე რო გამოდივარ, აი ანათებს ყველაფერი. ყვავილები ამოდის, მე ვანათებ. და შენ ცხოვრებაში სიხარული, სინათლე და ბედნიერება შემოვიტანე, სხვა რა? აბა ბალახზე რო გაიარე დაჭნა. ამოდი ახლა. კითხვა ნომერი 3. გიო ახლა ძალიან მარტივ კითხვას გისვამ. მონიკა ბელუჩი უფრო ლამაზია თუ ანჯელინა ჯოლი შენი აზრით? შენ ლალიკო, რა თქმა უნდა. აი მე კითხვას დაუფიქრდი რო გისვამ. ანჯელინა ჯოლი თქო თუ მონიკა ბელუჩი თქო? მან მე ვახსენე. ანუ ახსენე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ვინაა თქო? ახლა რო მეკითხა ყველაზე ლამაზი მსოფლიოში ვინაა თქო? რა თქმა უნდა მე. ამაში ორი აზრიც არ არსებობს. მაგრამ რო გეკითხები ის თუ ის, აი შეიძლება რა მიდის შენი? გაინტერესებთ გიოს წამების მეშვიდე ნაწილი დაალაიქეთ და გამოგვიწერეთ აუცილებლად. მამა, ფიტოვის ხინკალი, კუბდარი, ყველაფერი ხაჭაპური მინდა, მამა. არ მაქვს შვილო ფული. არ მაქვს შვილო. მინდა მე. შეუკვეთე, ჰა? გამარჯობა. ხინკალი მინდა, კუბდარი მინდა, ხაჭაპური მინდა, ნუ მოკლედ ყველაფერი მინდა საერთოდ. აი. ერთი ჩანი რა. ნახე მამა. აუ, შვილო, საღო, მართლა დაანგემრიელია. ერთი ჩალი რა. მამა. ერთი ჩალი რა გახდა? რა უშვილო, მართლა კაი არჩევანია რა. ხშირად მოვიდეთ ხოლმე აქ? მოვიდეთ. იგარი ხო. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. დაიწყე გიო. ალიკო, შენთან პაიმანზე რო ვიყავი, პირველად რო შეკვდი და ძალიან მალე წავედი. მეორე მყავდა სანახავი და მაგიტომ. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. როგორ არ განსაჯო? არა, შეიძლება. 6 საათზე წახვედი. იმ დღეს 6 საათზე დამპალო. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. გიო, PUBG-ს რო თამაშობ ხოლმე და უცებ რო ინტერნეტი გეთიშება და გიჭედავს ხოლმე, გამოვაერთებ ხოლმე სპეციალურად ინტერნეტს რუტერიდან რო უნინს თამაშობ ხოლმე, ლალიკო რა. იმიტომ რომ ცოლსაც უნდა ყურადღება. რა? 10,000 ლარიან საპრიზო იმას ვიგებდი რა ხო? თანხას ვიგებდი. მე რაში მაინ რას იგებდი? ჩვენ ვუსმენთ და არ გამშვით გენაცვალე რა. მე მაგთის ყველაფერი ვაგინე ჩემ ტყუილად. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. ორკვებაზე რო გადავედით და ბოსტნეულზე რო ვიყავით. ხო, მახსოვს მე 2 ბურგერებს ვჭამდი და შაურმებსაც რო ისო. გატყუებდი რომ ბალახი მქონდა ნაჭამი. მეც სამჯერ გამოვიძახე რაღაცეები. ანუ მე სვარღვებდი დაკახელი. მე არ ხსვენია, მაინ მართლა მაგას. დაკახელი შესიძახებდი. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. გიო გახსოვს შე რომ დაბადების დღეზე მიდიოდი ზუსტად 3 კვირის წინ. მე რომ ფეხი ამტკივდა და ვეღარ დავდიოდი საერთოდ და რო გითხარი რომ ჩემით ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ ერთ საჭყელს ვერც რაფერს და უნდა დარჩეთქო. სინამდვილეში საერთოდ არ მტკივდა ფეხი. აბა ღამე მარტო უნდა ყოფილიყავი იმ დღეს. კარგი. ადრიანა ლიმა რო დამიბლოკე ჩემ ინსტაგრამზე. ხო. სხვა აკაუნტი შევქმნი და იქიდან ვალივერებ. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. დამპალი ხარ რა. ხო, მოდი აქ. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. გიო, ამის წიროფული მოგეცი და გითხარი ლალიკოს საჩუქარი უყიდეთქო. კიდე კაი რო არ უყიდე, ხაბავს ხوارში ვჭამდი. დედაშვილი მე ჩემ წინააღმდეგ ყოფილა. კარტები იშლება, ხაბა ბიჭამის ჩემ გარეშე? შენიერი, ჩემი ჯერია. სავალ დედიჯან, ეგრე დამეხმარე, მე რაღაც ძალს ეხმარები. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. ლალიკო,
შენი საყვარელი გადაცემა რო დაიდო და ყურება რო გინდოდა. გახსოვს? მე და მზიკო ინტერნეტი გაგითხრეთ რომ არ გეყურებინა. აიგან მოსაბეზრებელი იყო ჩვენთვის. ეგრეთო ჩვენ გამიკეთეს. უსმენთ და არ გამჭით. ანუ იცი როგორ მიდოდა ყურება? დედა ჩემი შემგენა. გაგძელეთ. კარგი, მაშინ ჩვენ ვუსმენთ და არ გამჟით. ახლა მისმინეთ ორივე? ერთი რა სიტყვის ნახოთ. მისმინეთ. გახსოვს მუსიკო გიოს დაბადების დღისთვის რო გითხარი რომ ერთად ვუყიდოთ საჩუქარი ბუცები ორიგინალი და 300 ლარი. მახსოვს. კი ბატონო, შენ რო გამოგართვი და მე 200 ლარი რო დავდე. სინამდვილეში აქ ვუყიდი 150 ლარად მეორადი ბუცები და იმ ფულით ავდექი და ჩემთვის ორიგინალი ქურთუკი გამოვწერე. ეგე? და რო ვთქვი რომ ეს ჩემთვის მეორადია მეთქი, სინამდვილეში ჩემი იყო ორიგინალი. აი ეგრე. რა ადამიანობაა, გოგო, გამეხა 2 დღეში ის ბუცი და ცალი ბუცი დავბოდი 90 წუთი, რა უბედურებაა. ჩემთვის მინდოდა ის ქურთუკი. შენი ბრალია ეს გაათამინე, აი. ჩემ გარეშე რო ისჭამეთ ქაბაბი და გადაცემა რო გამომეთეთ. მამებულები ხართ. იმედია შენიც. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჭით. ჩემ წინააღმდეგარიან. ლალიკო. გზაში მივდიოდით მე და გიო 1-2 დღის უკან და შეგხვდა შენი გამომწერი. ქონდა ხელში შოკოლადები და მოგცა ლალიკოს მიუტანეთო, გამოგვატანა შენთან. მაგრამ შენამდე არ მოვიდა, რადგან გზაში მე და გიო მჭამეთ. ჩარტი. ეგ არის ყველაზე მაგარი, რაც ჩვენ გოტოში გავხსნა. ძალიან კი მწყინს, მაგრამ რა წინ ღირსია. ეგრე ხო, ჯერ გიოს ჯერია მემაცადეთ. 2 ერთზე ვარ დღეს. მომწონს. ლალიკო, დედა შენ რომ მოგვიტანა დიდი მადუღარა რომ ეს ჩემგან საჩუქრათო ახალსახში გადახვედი და რაღაცაო. შეგ მადუღარა უკვე შატოსთან არის სახში, რადგან დაბადების დღე ქონდა 1 კვირის უკან, მე კიდე ფული არ მქონდა და ეგ ვაჩუქე. ნორმალური ხარ? ჩვენ უსმენ და არ გამჭით. შენ კიდე მადლობას მიხდი და რომ ლალიო მადლობაო გიომ შენგან გადმოცა მადუღარას არ კიდე ჩუქრათო კაი და გითხარი. ვერ ხარ, დედა ჩვენ უსმენ და არ გამჭიხა და ჩემია და ნუ მეშუქები მით უმეტეს არ შეიძლება. ბიჭო ზვირიანი მადუღარა. მიხედა საქმეს, მიხედე. ეგ როგორ ვუთხრა ახლა დედა ჩემს? ჩვენ უსმენ და არ გამჭით. ისე შემიგო, ისეთი მადუღარაო, გექონება? ხო და ეგეთი მადუღარა იყო ყავი. მეგონება მანქანა მაჩუქა. აუ ვერ ხარ. ჩვენ უსმენ და არ გამჭით. ვაიმე. ხო და ეხლა თქვენ მემაცადეთ, ხო გითხარით მაცადეთ თქო. ჩვენ ვუსმენთ და არ გამშვით. თქვენ რო გონიათ რომ მე არ ვიცი იმ დღეს, იმ ბავშვმა მე მომწერა რომ ლალი გემრიელად მიირთვი, შოკოლადები გამოვატანე მზიკოს და გიოსო. ხო და მაგის გამო რო თქვენ არ მომიტანეთ შოკოლადები, მივხვდი რომ თქვენ შეჭამეთ. გიოს აკაუნტიდან მზიკო, მე შენ მოგწერე რომ 150 ლარი მაჩუქედე მჭირდებაო და მე შენთან რო ვიყავით მზიკო, შენი აკაუნტიდან გიოს მივწერე რომ გიო თუ შეიძლება 150 ლარი ასესხეო ხო და ესეც 300 ლარი რო არიცით და 150 ლარი დღეს მაგიტო მაგ 300 ლარი რა ეპიქონია გულში რანაირი და თქვენ შოკოლადები ჩემ გარეშე ჭამეთ აგრეთვე ქაბაბი შოკოლადი დაგვიჭდა 300 ლარი აგრეთვე ქაბაბი და დედა ჩემის ნაჩუქარი მადუღარა როგორ აშუქე შატოს ვაიმე რა ვიყოფილა ზიკო ქაბაბი როგორ ჭამე ჩემ გარეშე ზიკო რა გულმა მოგიწია გამაბრიყვა ზიკო 30000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო კარტები ბოლომდე გავხსნათ რა კიდე გაქვთ რამე და მაშინ გავხსნათ გაწყობს კიდე დაზარალდები რომ გავხსნათ 30000 ლაიქზე შევხვდებით ერთმანეთს რა ვაიმე გიო მოდი გიო გეხოცები შო მოდი ნახე წეგა ხო შენ 4 კლუბაში შეჭამე და 250 ლარი წამოვდი აი всё კამერა ჩართული მაგ არ ფიშავ ეხა ჩამოვდივარ ასლას კიდე თუ 2 ლუკმაში შეჭამ რომელიმე ნებისმიერ პიცას 100 ლარი გრჩება უცელი მტკივა რაღაც დაგიო აი მე წავიდა 1 2 3 წავიდა ტკი მომწელი მომწხენია რა მომწხენია რა მომწხენია წადი შენი ტუალეტში მასლა და ბიჭო მომწელი ამტკინა უბრალოდ რა იყო ამოუჭრი ამ კადრებს რა მიყუე მე თქვი რა იყო ცხოვრებაში არ გიქნია
მე აი არა უფრო თავიდან და всё მოდიში რა. წავიდა. 1 უკვე ჩაკბიჩა. 2 ლუყაში ძალიან რთულია. აი მე მოსელი. უფ. აი მოდინა. გალი ხანინა. ბიჭო ხახაზი ეთქო. მოდი. აი რა, ანუ რა იყო, ვერ გავიგე, ცხოვრებაში არ გიქნია? ამაწყროლე რა სუნი იყო, ის სამჯერ გააყურე მე. რა სუნი იყო? შედი ტუალეტში თუ გინდა რა. სუნი ვაფშე არ ყოფილა. თავს რატო იტანჯავ? ხიოტები გამაგებინე. ბიჭო სუნი ვაფშე არ ყოფილა. ეჭი ტკივა ხოლმე და ხან მუზეს აბრალებ ხან შედი ტუალეტში რა. მე გამნაუზახარ ჩემი. ბიჭო, აი სუნი არ იყო გეხოთა. ვითომ ის ლეიბი ტრაჭუნე, თუნე შენი ხმა ჩემი. გეფცევი არა. პროსტა სუნი არ იყო. არა მინდა. არა მინდა სუნი არ იყო უხტებ მითხარი. რა ხმები იყო რა? თუ მაგრამ შედი ტუალეტში თუ გინდა რა. შევალ ხო, მათ სადე ვაიმე. თუნე ლეიბს მქად ვაგინები, თუ ამის ხმები ყოფილა ძელი ღამე. თუ მათ როგორ გააკვირს. ექვსი საათი არის მოვდივა შენი დეზი სოფელი მო თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ნაძირალა 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 გიო, რა ქიმთაბა? წახვედით ბიჭები? სამწუხაროდ ვიდეო პრაქტიკაში. აჰა, ძალიან კაი. რავი, არაფერს მე თქვენ მზადები გავდივარ. აუ, ძალიან დიდი მადლობა გიო, მიყვარხარ. აუ, ესე რომ წახვედი და ყვავილები რომ მოატანინე ხა ჩემთვის, რა საყვარელი ხარ. ეს ამხელად აიგული ამ ხელა ვარდების ყონა, საიდან შეკარი ესე უცებ, როგორ დამიტოვე კართან. მიყვარხარ. მოიცა ეტო გამოვიდე. ახლა შავი მიხარებს. ყვავილები რომ დამიტოვე და რომ მოატანინე ჩემთვის, ამხელად აიგული არის. ვაიმე, რამხელა. ანუ 150 ცალი ვარდი, შენ ჩემთვის მოატანინე? აუ, ძალიან მიყვარხარ. მოიცა რა, ეს რაღაცა რა ხდება, ვერ გავიგე. ანუ კარგი კაკუნი იყო, გავედი და დამხვდა დიდი თაიგულების ყონა ვარდების. და თან წერილიც იყო შიგნით და მადლობა რა. მე ხელი ხოსველი დაუყური და ვერაფერ ხო შემოიტანე. არა, ჩემ ანუ წერილში ხო დამიწერე, ჩემო სიყვარულო ძალიან მიყვარხარ, ბოდიში დღეს გვიან მოვალ და რო გულები. შენ მე გადავიდე ანუ ეს აუ მომიხარი მაგარი მომწერე ნომერი რა. რა ნომერი მოგწერო? ნომერი არ წერია. შენ არ მომიტანე? არ მომიტანე ადამიანი, მე რა ჩუვიდონში რა ყვავილები მომიტანე, ის ხო არ ხარ. ყვავილები რომ მომიტანე, გიო, აბა ვინ მომიტანდა ყვავილებს? ახლა შენ გარდა. მე ლალიკოს ეწერა წერილებში, სიყვარულით ლალიკოს. ლალიკოს ეს ვიში არაფერი რა მომიტანე, ყვავილები მომიტანე. აბა ვინ მომიტანა? და მოაშური გათხოვ. არ დავინო, ეს ლაპარაკი მართალამაც. და პრობლემა გამოგიჟამნე. კარგი გიო, კარგი წავედი. რა მოაშურია და. ხო, კარგი. ვინა, არის გამოგზავნა ვიღაცა ყვავილები მოდი და შეიძლება. კაი. სიტყვები ბიჭო. მოკლედ ლალი ხა ძალიან უნდა გავახარო რა 6 წამით მაცალე. ლალი სიურპრიზი მაქვს შენთვის. ლალი. რა. მოკლედ ესე რაღაცები ხდება რა. რა. მე ეს სიურპრიზი მქონდა ყოც, გადადებული მქონდა 5-6 თვის მერე რა. ასე რომ ეხა მომისმინე კარგად. ფოლოვერებს ვიცი რომ ძალიან მაგრა იმატებ და ბრავო შენ. ესეთი ჩელენჯი იქნება ასე ვთქვათ რა. თუ თვის ბოლომდე ახვალ 225,000 ფოლოვერზე სახლ ყიდულობ. რა?
სახლს ყიდულობ. რითი მიყიდულობ სახლს? ანუ რაღაცას ვაგროვებდი ჩემთვის ხელფასზე ნამდვილად, მაგრამ პატარა სისხლსაც შევთავაზებ და მოკლედ რაღაცა გამოვა რა. მომყვები ჩემი. დებდი რა ხელფასიდან ასე თქვა. შენი წირემე რა, წამო. მოდი, არა, სიტყვა ლალ. წამო. სიტყვა. ნამდვილ სახლს იწახი. ნამდვილ სახლს გეუნები. რაღაც თოჯინა ბარბი რაღაცები არა? ნამდვილ სახლზე გეუნები. თვის ბოლოს თუ ახვალ 225,000 ფოლოვერზე მე სახლს ყიდულობ. ჩემი სახლი მამაჩი ხო? ეუბნები, აი 5-6 თვის უკან მე მომხდარ იყო ეს ყველაფერი რაღაც, მაგრამ მინდა რომ აი ხა გავაკეთე. თუ გამოგივა ჩელენჯი რა. ნამდვილ სახლს. აი ხალხიც ნახავს მან ყველაფერს რა. იცოდე თუ მათხვენდიო და რაღაც აი სათამაშო სახლზე იძახი 60 კვადრატი. მე რომელიც მინდოდა. ბევრს ლაპარაკობი ხარ, მე გეუბნები. თუ 60 კვადრატი არ იქნება, მე რომელიც მინდოდა უარს ვიძახი ამ ჩელენჯზე. მაშინ თუ იუარი. კვადრატი იძახი. რა მნიშვნელობა აქვს? მე გეუბნები სახლს გაჩუქებინეთ. მასა იძახი. მართლა გეუბნები. დები? მართლა გეუბნები. არ მომატყუო. სიტყვა. აი მეშნა. ეხა ვიდეოს იღება? ეი, ვიდეოს. არ გათიშა. არ გათიშა. მეგობრებო, მოკლედ ეხლა არ ვიცი გიო მეგადავება თუ არ მეგადავება, მაგრამ მგონია რომ არ მეგადავება ისეთი სახი აქვს. ვიცი ძალიან ბევრი გთხოვეთ უკვე, ის დააფოლოვეთ, ეს დააფოლოვეთ, დამაფოლოვეთ და ასე შემდეგ ვიცი. მაგრამ გეხლებით რა საკუთარი სახლი მინდა და დამაფოლოვეთ, გთხოვთ. იცოდე გიო, ხალხი ამოწმე, მე ამ ვიდეოს ახლავე დავდებ და რუსავალ ეგრევე მიყიდი. აი თუ კიდე ზემოდან კიდე მაზიან დაგიდებ რომ ვერ ახვალ. ზემოდან კიდე თუ კიდე 1000 ლარზე იყოს. რომ ვერ ახვალ, ფიზბოლამდე. რატო ვერ ახვალ? მოდი, შენ თუ ვერ ახვედი 1000 ლარი მომეცი მე. არ მინდა ეგრე. რა არ გინდა, აი ხა ამ ხელ რაღაც შემოვდივარ და რა არ გინდა. ანუ ერთთვის ხელფასი გინდა ჩემი. მოინდომა 1000 ლარი ხელფასი. კაი ხო, ცოტას მოგაკლებ. კაი იყოს. შედგა ჩვენი ჩელენჯი? შედგა. წარმატებები. შენც. დაბა მზიეს მანქანა? ზია ორ კვირაში ვერ ავიდა. და ორ კვირაში ვერ ავიდა? ვაი. მაგრამ ხომ მაინც უყიდეთ გიო. კაი. երը ჩელენჯი შეასრულა და მე კაი. მე ცოლი ვარ და ოჯახში ყველაფერს განვაგებ. მე შვილი ვარ და ასე უნდა მოვისწრო, რომ მშობლები ყველაფერს მისრულებენ. მე ქმარი. მე ცოლი ვარ და თუ გიოს 8 საათზე დაგეგმილი აქვს ბიჭებთან ერთად გასვლა, მე 8-ვან 5 უკლია, ცუდად ხვდები. მე შვილი ვარ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მატანა 5-ს სკოლაში, მაგრამ რა იციან, რომ 2-50 ის გობიანი. მე მამა ვარ. ჩვენ დედაშვილი ვართ და რა თქმა უნდა, როდესაც ქმარზე გაბრაზებული ვარ, ჩემი გოგოც გაბრაზებულია მამაზე. მეც მათქმევი რაღაცა რა გჭირდა. კაი, დიდი აუცებ. ესენი ნები არის. მე ოჯახის კაცი. და არ არის ხა საშუალო. მამა არ არის საშუალო. მინდა და კაი ის უშრომის ხალხო შეიძლება რა. ჯაშევჩი აი მე იმრიოს საშუალებას მოდა გიყიდე. აუ გიო, უცებ რამდენიმე სახელს ჩამოგითვლი და შენ რაც მოგაფიქრდება პირველი გვარი ის გამიცი პასუხი, კარგი? მინდი. ო, რა იყო ერთხელ. კაი, უცებ. ლეონარდო? დიკაპრიო. ლებრონ? ჯამეს. ჯასტინ? ტიმბერლეიკ. მია? მია ხეცურიანი. ხეცურიანი. მია ხეცურიანი, ძმა, ყველა მიცის ვაფშე, საქართველოს მიცის, მთელ მსოფლიო მიცის მია ხეცურიანი. გამოჩენილი ის იყო. რატო დაფიქრდი მაგ? რატო თმარა გქრა მოგქაჩო. ბარგი. გამოჩენილი იყო მართლა. ბარგი. კითხე ძმა, აი თუ ტყუი ვარ? ბარგი. ახავ. უნდა ჩაგიბარებინა შენ ეს ტესტი და წინ გარეთ.
არა უშავს წადი. ღირს ვარ. მეგობრებო, ჩვენ სამმა ავკრიფეთ 100 ლარი შევაგროვეთ და ვინც ყველაზე სწრაფად შეჭამს wrap master-ის wraps, იმას დარჩება ეს 100 ლარი. ანუ ჩელენჯი გვაქვს. Puli tu não me acolou. Meu é? მოიცადეთ. მეგობრებო, Bolt Foods და Wrap Master-ს თქვენთვის აქვს ძალიან მაგარი გათამაშება. დამიქცევით კომენტარებში და ვის კომენტარს ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, 2 ადამიანი ამოირჩევა და Wrap Master და Bolt Food-ი დაგასაჩუქრებენ Wrap Master-ის პროდუქციით. ჩაო მაგარია. ეს მუშა. ვა, ზრუნ. ვისი 100 ლარიანი? გეტყვით რომ დღეიდან Wrap Master-ს Bolt Foods ექნება 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქციაზე და მოიყენებთ პრომო კოდს Wrap Master-ი, ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით და აქ შეგახსენებთ, რომ Bolt Foods აქვს 11 კილომეტრიანი მიტანის სერვისი, ანუ ყველაზე დიდი, რაც მიტანის სერვისებს აქვთ. მე ვარ ლომი და რა თქმა უნდა, ყოველდღე ვაძალებ ჩემ ქმარს, რომ მითხრას კომპლიმენტები. მე ვარ მორიელი. ლომი და იმდენად ეგოისტი ვარ, რომ ჩემი ქმარიც მაგასებთან წელიწადში ერთხელ გადის. მე ვარ მორი. მე ვარ ლომი და ჩემი ქმარი ვერსადაც ვერ წავა, სანამ შოკოლადებს არ მიყიდის. მე მორი. აქ მაქვს Jack Daniels-ი და მეორე ჩელენჯს ვუწყობ გიოს. ნუ ჩელენჯი არ არის. სამ კითხვას დავუსვათ ერთმანეთს, თუ პასუხს ვერ გავცემთ, დავლევთ და ესე გამოვთხრებით. გიო, მე ვიწყებ. დავაი, დაიწყე. ჩემ პირველ ძაღლს, რომელიც მყავდა, რა ერქვა? დროზე 10 წამში უნდა მიპასუხო. 10 წელს უკან ძაღლი ყავდა? დროზე. ბობი. რა? ბობი. ვა, ყოჩა. მართალია ბიჭო. გაი. ლოთები ჩელენჯი დავე. აი. როდის დავდე პირველი ლეგო? რომელი წლის ასაკში? ხო რა. 14 წლის ვიყავი. დალი. მე რამდენი წლის ვიყავი? დალი. რამდენი წლის ვიყავი? 16. დავაი. დაცალა. ყველაზე მაღალი ქულა ეროვნულებში რომელ საგანში ავიღე? ისტორიაში. არა, დალია. ინგლისურში. ახლა 79 ქულა ავიღე 80-დან. ეგრე, მოდი შენჯერია. აი წინ ტელევიზორი გვიდევს. რამდენი გადავიხადე მე? გადავიხადეთ. შენ არასწორად გახსოვს, მაგრამ შენ გახსოვს რომ 1200 მივეცით. აქციით მივეცით. კი ბატონო, ასო. წინი. რა მეცვა პირველად, როდესაც შენ გნახე? ყვითელი კურტკა გეცვა, აი ეს პერსონები გეცვა, გույსა, ესენი ხსლებიანი და ჯინსის არასწორია. პირველად როცა გნახე მეთქი. ეს იყო ის დაბადების დღე ზაფხულში, მიდი დალი მე რატოსო. დავაი. რა ჩამჭრელი კითხვა იყო? ხო. წავიდა. მიცოდი რომ მაგაზე წახვიდოდი. წარია ვისკი. კაი, კიდე გაქვს შეკითხვები? არა მოიგე. ვაფშე აღარ მახსოვს. და რა თქმა უნდა მე ამ ჩელენჯშიც მოვიგე. გოგოებო ჩაინიშნეთ ეს და გავუკეთეთ ბიჭებს ეს ჩელენჯი. მოიგებთ, მაგრამ მეც დავთვერი. ას გავხარ. გიო როგორც გითხარი, ახლა ერთ ფოკუსს გიტარებ და გავაკეთოთ, დავიწყოთ. ნახე, ესე ვკეცავთ. არა. ნახე, ესე ხო გავაკეთე, ახლა გავაკეთე შენც. მაგხელი დავარტყა? ხო, ანუ რასაც გავაკეთებ, ის გავაკეთე მარკო. ახლა ნახე, კიდევ ვკეცავა ესე და
ხევ. აი ესე ხევ. ხარ გამამთელო. შენ დაიცადე მაგარ ფოკუსს ვატარებ. აი ესე ვკეცავ მერე და ეხა საბოლოო კულმინაციის ჯერი დგება. დაურთლო? ლამის გადამსდა. აბატიე. აი ფოკუსი იყო. მართლა აი. შენიერი იყო. ეს ვინ გახსნა? ანუ რატო არაფერს არ აჩერებ სახში? აი უცებ რა ვიღაცა შემოვიდეს სახში, არაფერი არ უნდა იყოს. ვინ გახსნა მათე? არ ვიცი. მითხარი არაფერს არ გეტყვი. არ ვიცი. მითხარი, მართლა არაფერს არ გეტყვი. ნუ მატყუებ. არ ვიცი. მითხარი. არ ვიცი. მართლა არაფერს არ გეტყვი, მითხარი. აი მომედოს. ჰა? მეგობს. მე შედაბისმიერ კითხვას აგისვამ და თუ პასუხს ვერ გასცემ, წყალში გადაგაგდა. კაი, ხელი მომეცი, ცოტა გადაიწირო და გიჭირო. ეხლა მინდა რომ შენ წაივიდარო სიმღერა, სადაც ურევია სიტყვა შენი. 1 2 3 ეს შენი ბრა. ამათვალე იმათი გოგოს სახელი, რომელიც შემომდე ყოლია. მარი თამონა თეო დებილო. ეს მართლა თვლიდა, თუ გაპატიო. შენ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მოვლენა რა არის? 1 2 3 არა. მე რომ მომიყვანი ხოლმე. გია ჩამოთვალე იმ სამი გოგოს სახელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. ლალი, ზია და ნანა. ვინა, ნანა. ხო, დედა და მე უნდა გიყვარდა ყველაზე მეტად. მესამე არ უნდა გეთქვა. შენი ეს გათხოვილი ქალისთვის ყველაზე დიდი ტკივილი რა არის? 6 თვე რო ხმარს ხელფასი არ აუღია. ოჩო? ბრავო. მაგრამ მე ისეთი გოგო გამახსენდა მაინც ეს რომ ღირსი ხარ. ძალიან კარგი. ამოდი ახლა ნუ მატრაკეცო. ამოდი. საკეთე დედა, მამա მეცშია, ხო იცით როგორ მიყვარს თან და არ დამაჭამოთ მე. მე ფოკუსს მჭამა რა, მოიწანე მილიცებში, მოიწანე. კაი. ჭამას არ დაგაჩდის. მარტა შენ გააჩინეს რა არის? აჰა, დაჟეფი და მიდი, თემრიელა, საბა შეგერგოს. გიო, წამოდი შენ ჭამოს, წამოდი. წამოდი ლალი, წამოდი. გავაგზავნოთ ჭამა. ეს რა არის? რას ქვი რა არის? ეს ასე ყოთა. ხო მიდოდა ჭამა, ხა მიდი, ჭამე, დროზე, კარგად. გავაკეთე დიდი პირი, მიდი შვილო. მიდი. წამოდი გეჩვიდო. ფამილია კაი. შეგერგოს შვილო, გაიხარე. მე ცოლი ვარ და რა თქმა უნდა ჩემი ქმარი ძმაკაცებთან ტკბეულის გარეშე ვერ გადის. მე შვილი ვარ და უცა ბოლსკუთი და რაიმის გამოძახება მიდება, ყოველთვის ვიზახებ მამას ტელეფონით. მე ქმარი ვარ. მე ცოლი ვარ და რა თქმა უნდა, როდესაც შვილთან ჩხუბი მინდა, ყოველთვის ქმარს ვაქეზებ, რომ ეჩხუბოს. და მე ისე გამოვშდე, რომ არ მიჩხუბია. მე შვილი ვარ და ყველაფერი მამას კისერზე არის. მე ქმარი ვარ და რა თქმა უნდა 1000 ლარიდან 800 ლარი სულ შვილს ხმარდება. ჩვენ დედაშვილი ვართ და ერთად ვადგენთ გეგმებს, თუ როგორ დავხარჯოთ ქმრის 1000 ლარი. მე მამა ვარ და იმაინ დაიტოვებინაც. არ ვიცი, ბოლფულიდან გამოვიძახე. გიო, სად ვარ ხელფასი? ხო. აბა თუ გქონია რატო არ მოგვეცი გუშინ ჩანთა რომ მინდოდა შვილის? ხო. აი მე გამოდი კამერა. მიდი გამოდი კამერა. მოიცა გამოდი. დროზე, მიდი დროზე. დედა მოგვა. ეს რა გააკეთე, ჰა? დედა. ჩელენჯი ლალის ნაწილი 3. ვინკო ჩემპიონი მასწავლებელი? ნათია. ნათია ქალბატონი ნუნუი. რომელიც საგანი მიყვარდა ყველაზე მეტად? მათემატიკა. საყვარელი სპორტული ბრენდი. არმანი. კი არა. შენ გადა ჩემამდე ვინ მოხდია? რა თქმა უნდა. ხალები უფრო ძლიერებია თუ კაცი? ხალები.
სადევასთან გოგო ეს ტელეფონი გული გადამიტრიალ და რა აღარ ვიფიქრე ღმერთო. ასული არ მეგონო სახლში იყავი უკვე. რომელ დაქალთან ხარ? დამალაპარაკე აბა დედამისი. ბებიამისიც. მაგათი კარის მეზობელიც მალაპარაკე. კატასაც მიეცია ბაყურმილი. მაგათ ოქროს თევზი წყავდათ. ასე სად მიდიხარ გოგო? კაბაგაცვია თუ კამარიდან და ამილაპარაკოს უნდა თელი სამესად. ფეხს ვერსად ვერ გაადგამ სანამ სახლს და ასე მიმდინარე სამ უბანს და სამ ქალაქს არ დაალაგებ. თელ ჩემს სამეზობლოს ჭკვიანი შვილები მიეცი მე რა დაგიშავე ღმერთო. რაცხა შენი ამაღლებული ხასიათი არ მომწონს და იცოდე თუ სევერინგი გეიკეთე და სადმე რამე გეიხრიტე მიმდინარე 23 წელი სახლში ფეხს ვერ მოადგამ. გახდები დედა და მე მიხდები ჩემ თავს და დანარჩენს მე გეტყვი. სად გაგიშვა? არ ვიცი მამა შენს კითხე ისა სახლში უფროს. შვებს? ზატო მე არ გიშვე ფეხს ვერსად ვერ გაადგამ. რა ორ ლარიანს მთხოვ გოგო კიდევ შარშანწინ არ მოგეცი? არა საიდან მოგაქერთი გამაგებინა რომ შენი ძმა უფრო მიყვარს. რადგან იმას ბინა ვუყიდე მანქანა და მიწა და შენ სასალფეთკე? ჩელენჯი ვიც კითხოს ვერ გამოიცნობს ავახჩობთ ნაწილი 2. გიო როდის წამიყვან კიდე დასასვენებლად? ეხა აღარ მაქვს ფული და შენი აზრით ცისფერი თვალები უფრო მომიხდებოდა თუ მწვანე? მწვანე. რაც მაგის. გიო ყველაზე მეტად რა ფერის კაბა მიხდება? ვარდისფერი, იასამნისფერი. არა. ყველაფერი მიხდება მე. გიო რა ფერი გიყვარს ყველაზე მეტად? ლურჯი. არა, იასამნისფერი და ვარდისფერი უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ მე მიყვარს. ბიჭულეს ბიჭო რაღაც. კახეთში ვარ. ვილაჯიოში. ჩამოვაკითხეთ ბიჭო. გიო. მოდის. გიო. გიო მე ჩამოდივარ ასლას რომ ბურგერ ფერედაისის ერთ ბურგერში შევჭამ 4 წუთში. 200 წუთში ჩამოდივარ და 3 წუთში. 3 წუთში შეჭამ? ბაზარი არა. აი ბატონო. აურა ხელა. მოგლეს მინიშნავ მე 3 წუთს. 1 2 და 3. ჩავხტაი. აი ესე ითქვისო, რომ ამიწურება დრო დაიკავს. რომელი ჯამო დასობაში? ემსავრეთ მე. ძალიან დიდი ბურგერია. ვა. მაგარი ბერია. Todo frio. Bismillah. Vay be. Şans ya bak. Çadır. Uyuyor. Bak bak. Oradan geliyor. Bakın. სამი ბურგერია მართლა. იო ცოტა დაგჭა. ოღონდ ნოკია. ნუ ვარ შენდრო. აუ, რასისულები გავაკეთე. აუ, დაჟეთ რომ მოჩა. აუ, კაი რა. აუ, არ ვაგამი ჩელენჯებინა, აი. დებილი ვარ. აი რაღაცა იყო. საო ბურგერი და ის მართლა რა. ლალი? ლალი? ისერი დამეჭიმა გეხოწები, მოდი გამიხსენი რა. ისერი დამეჭიმა და მოდი გამიხსენი რა. ისერი დამეჭიმა? ხო. სულ აღგეჭიმა შენ ისე. დამეჭიმა. არა. ლაივში ხარ? არა, როგორ გამიხსნის, მაინტერესებს რომ ვისწავლო მე. როგორც გიხსნი ხოლმე მაგას გულისხმობ? აი აქ მაგარი დაჭიმული ნო. მასაჟი გაგიკეთო გინდა? აუ, აი აჩი. ისე გაგიკეთო როგორც გიკეთებ ხოლმე? ხო, რა აი. კაი დაიცადე. აუ, ძალიან მткиვაჭი. კაი მზად ხარ? მე გადაატრიალევაც რა. კაი დაიცა. 1 ვარ გატკინო, როგორ გაშიშებული გაქ, არ გატკინო ესე. კაი უცებ. 1 2 და 3.
იყო ეს? აუ, ჩემი. აუ, მე მგონი მომტეხი ის. გეცედი კისრის ხმა იყო. აუ, დაატრიალი თავიდან რა. რა დავატრიალე? ძალიან ტკივა იხა მართლა რა. დაიცადე, ნელა. აჰ. რა ისაკეთე? კაცინებს. აუ, ჩემი. აჰ. რა საკეთებ? აუ. რა საკეთებ, ბიჭო, დებილი ხარ? გაუშვი. ბიჭო. რა ჭირს? აუ, ჩემი. აი რა. რა საკეთებ და რატო იღებ? აუ, შედამპალო. ერთ-ერთმა სპონსორმა გამოგვიგზავნა წვენი და გითხრა რომ დააგემოვნათ და ვიდეო ჩაწერეთო რა და ხალხს უთხარით რომ კაი ვიდეო არისო რა ანუ ვიდეო კი არა უბრალოდ კარი წვენი ეხლა ჩავთავ და შენ გასინჯე და შენ ხარი ხალხს ვიდეო ჩაწერეთ რა ხო გამარჯობა მეგობრებო დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა სპონსორმა გამოგვიგზავნა წვენი სახელად ჯუსი რომელიც არის 100%-ით ბოდიში ნატურალური და დღეს ჩემი უყლე დააგემოვნებს და გაგიზიარებს როგორი გემო აქვს როგორც ვიცით არის ძალიან გემრიელი აქვს განთმულია ნამდვილად ბევრი დაუჩინდია მეტი აქვს ფორთოხლის არომატი გემო ყველაფერი არის ძალიან გემრიელი Piura sakete. Geo. Pasakete. კამერა ითას. აი თავიდან ვიწყებ, ორი წუთი და ხომ ეს გააპიარო. რა გჭირ თავიდან ვიწყებ. დღეს თქვენთან ერთად დავაგემოვნებთ, დააგემოვნებთ ჩემი ქმარი და გვეტყვის თუ როგორი გემო აქვს. ფორტოხლის არომატით არის. გემრიელია. ხო გიო. მე უკვე გავსინჯე პირადად ერთი ბოთლი და არის უგემრიელესი. ჩემგან რეკომენდაცია. აგიო ახლა შეგასიტყვი. ზანზბობა მე ამასვე. გიო, გითხრე სულ გაუყიარო ფაქტი. ზანზბობა, როგორ ჟავი წარია რა. მან წარია. მე გავსინჯე უგემრიელესია. თავიდან ვწერა ახლა და არ ჩახა კამერაში. გამურდი, კამერა მოაშო რა. არა, გიო, თავიდან ვიწყებ, ეს უეჭველი უნდა გაიდოს ეს ვიდეო და გამოვიდა. რა მოვატყო რა? არა, თუ გიო, ნახე, როგორი კარგი შეფუთოა, დიდი ამბავია, ხა თქვი რომ კარგი არის და ზოგობა, უმაშო. თავიდან ვიწყებ და კიდევ არა, არ ვიცი. ანუ კოპტერი ბოთლი გაცალე, გემრიელია, დალიე, всё, ვიწყებ. გიო. არ ვიდა რა. всё ეხა ვიწყებ თავიდან და ჩაწეროთ, ხო? ნუ ცოტა მოსულა, ძალიან ცოტა დავსიჯო ეხა ეგრე გემს, კაი. ერთ-ერთი სამ ვიწყებთ. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი ქმარი უკვე აგემოვნებს წვენს, რომელიც არის 100% ნატურალური და სპონსორმა გამოგვიგზავნა, უგემრიელესი არის. დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ წვენს, დანარჩენს ჩემი მეუღლე გეტყვით, იმიტომ რომ მან ახლა თქვენ თვალწინ დასინჯა. აი უგემრიელესია ნამდვილად მართლა, აი სული გარეში რა. ნუ ვიხარ ვისაც სიმჟავე და სიმტარი არ უყვარს, ის ვერ დააგემონებს ალბათ რა. ეს ყველაფერი შუქის ბოთლია, ეს არის ალბათ რა ვიცი. ძალიან მაგარია მართლა, ნამდვილად მაგარი ის ფორტოხელი რა. ჩვენ გვაქვს კიდევ 10-მდენი და ჩემი მეუღლე დღეს დიდი სიამოვნებით დალივა მეც. ჩავუჩდებით ფილმზე. მე სხვათა შორის ბევრი გვაქვს და შეგვეხმიანება შეგვიძლია ვაჩუქოთ. ვაჩუქოთ, ხო, უგემრიელესი ფოტოები.
შეგვეხმიანეთ. აქტივად გავაჩუქებთ, აი ერთს გავიტოვებთ ოჯახში და მივიქნებთ ამას უგემრიელესია და მინდა რომ ჩვენ გამომწერებს კონდეს ჩვენგან საჭიროება. გვიყვარხართ მეგობრებო, უგემრიელესია დიდი რეკომენდაცია ჩვენგან. სადღაც ალბათ 10-დან დავუწერდი 9-ს ალბათ უგემრიელესია ნამდვილად. აბა გემშვიდობებით მეგობრებო. შეგძლებია ხო ხედავ? ასაზის ხობა კიდევ. ნუ მოგდონა. ნორმალ. ვინ გამოგაგზავნა და ერთი კომპანია არის. დამხვდა დღეს წერილთან ერთად გაჩვენა. ჩელენჯი გვაქვს მე და გიოს, ვინც სწორ პასუხს ვერ გამოიცავს, იმას ჩავახშობთ. პირველი კითხვა. რამდენი წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე? 12. რა 12 წლის ბავშვი ნამუშავებდა სადმე? 17. ცხოვრებაში არასდროს რომელი სპორტის სახეობაზე არ მივლია? წიდაობა. მივლია. ცხოვრებაში რა ფერის კაბა არ ჩამიცვამს? ყავისფერი. ხო. კაი, ხო. ყავისფერი არ მცირეა რა დროს. ეხლა მოდი. ალი. ისმენ. ყველაზე მეტად რა მინდა ამ წელს? ამ წელს გინდა რომ ბინა ვიყიდოთ. 125 ფოლოვერი. ყველაზე მეტად რა მიყვარს საჭმელი? ოჯახური. შემწვარი კარტოფილი. კიო, კატლეტი. მართლა ოჯახური იყო. აჰა. იშველეთ ბიჭო რაღაც. და ამ ჩემპიონატში გამარჯვებულია ლალი. დაგოფოლოვეთ მაინც. გაიმარჯვა ლალი. ვაი. ხალხი არ ხართ მიშველეთ ბიჭო. რა ვიცი რა გითხრათ სხვანაირად. გიო თუ რეკორდს მოხსნი მაკდონალდსში მიყავარ. მოხსენი ახლა. თუ ვერ მოხსნი მაკდონალდსში მიყავარ. აჰა, და მაკდონალდსში მიყავარ. კიდე? აი, თუ კიდე ვერ მოხსენი, ზევიდან ნაყინს დამიმატებ. გასმის? თუ კიდე ვერ მოხსნი რეკორდს, ზევიდან ნაყინს მიმატებ. მაკფლარს. M&M-სით. არა, იმითი. ნესკვიკით. ეხლა მოხსნი ჩემ ჯინაზე მაინც და მაინც რეკორდს. აჰა. საცდაობა არტყო. მაკდონალდსში მივდივართ. ეს სამწუხაროა. გიო, ფოტოს გიღებ და Facebook-ისთვის მინდა ცოტა გაიპრანჭე ლამაზად. Facebook-ისთვის მინდა. გაიღიმე? შე რო იცი ხოლმე, კარგად გაიცინე. ეხა პროფილში დადექი? ძალიან კარგია. გვაზ, გამომხედე. Facebook-ისთვის ფოტოს ვიღებ. მიდი გიოსთან დადექი, ერთად გადაგიღოთ. დადექი უცებ. აუ, რა კაი ფოტოა. კი, კარგად მაჩვენეთ სიყვარული. რა კარგები ხართ. ხო, Facebook-ისთვის მინდა ერთი აქედანაც. მოიცა? ერთი Instagram-ისთვისაც ცოტა კაი ფოტო გადავიღოთ და. კი, ძალიან კარგი. ეხლა ერთმანეთს გახედეთ აბა. ძალიან კარგი არის. მომწონს. всё. გიო მებლატავება და მეუბნება რომ ამ ხუთ ჭიქასო მანამდე დავლევო სანამ შენ ამას დალევო. ანუ მოგიგებო. და შემეჯიბრეო. თვითონ ჩამოვიდე 50 ლარს, აგერ მე 40-ში გამაჩნია მეტი არა მაქვს და ჩამოვედი და ვინცო მოიგებსო, იმას დარჩესო, ხო და ერთი ხელიდან დაილიოს, ერთი უკან ერთი დაილიოს. და შეხება არ შეიძლება. ხო, ნუ შეხება არ შეიძლება და რა ვიცი. კაი, დავიწყოთ მოდი. დავიწყოთ. ხო. 3. ერთი ხელი უკან მომხონდეს, ხო? 3, 2. და სულ დავლიო. 3, 2. ავტომატ შეიძლება. აი, ხო. დავიწყოთ. 3, 2, 1. აუ გიო. რაღაცია რა. არ შეიძლება, ანუ ვერაფერს შეიძლება არ შეიძლება, გიხარ. და ეს ომი არ ჩაგიგდო დალე? მაგეკნა მაგამდე. აუ. ჩემი 40 ლარი, დადე აქ. ოპა.
სულ წასვლის დროს რატო უნდება ეს რაღაცეები? ახლა გავდიოდით. მე სწავლობ. შია და გონება მაქვს დახშული, არ შეიძლება ესე. ეგ უნდა რა ადვილი იქნებოდა, ხა მართლა 5-ში გადავლები და მოგასწრებდი 5 საათი და. სულ შეიძლება ძალიან ბევრი ვიფიქრე, ამაზე დავთანხმებულიყავი თუ არა, მაგრამ რა ვიცი რომ დავფიქრდი, მარტივი იყო მიდალე ვარ, მაგრამ. აუ ესენი ერთმანეთთან ახლოს რატო არ დამადებინე? ხო ვიძახდი ეს ახლოს იდოს უფრო მალე ავიღებთ ხო? დამიდა შორშო, შოჩიკა დაედო თურმე. გიო არის გასული მაღაზიაში, დარჩა ტელეფონი და გადმოვწერე აპლიკაცია. შემიძლია გავაზიარო მისი ეკრანი ტელევიზორში და ვნახო რას აკეთებს ჩემი ქმარი, რა აპლიკაციებში შევა, რას გააკეთებს. მოკლედ ახლა გავთიშოთ და დაველოდოთ ჩემ ქმარს. მოხვედი პატარაო? ამოიტანე. გიო მგონი შეტო გირეკავდა და გასული რო იყო. კარგი. TikTok-ი გახსნა ეგრევე. Fine. Moment გურიცი გადავიდა, ეხა ხედავთ. Fine, დებილი. ვაიმე, შენ მოდი აქ უბრალოდ. გამოდი ახლა მაგედან. ვაიმე, როგორ უნდა გცემო, გიორგი, გამოდი მაგედან. გიო! პატარა, რა შვებოდი ამდენი ხანი? შატოს ველაპარაკებ. მერე? შემოჩი ჰაერი ცოტა ხანი აიმატე რა, სკროლ ცოტა ხანი. რა სკროლე პატარა? TikTok-ი მარტო რას მოაუსწრო. მათ შეიძლება რა სკროლავდი? რა სკროლე ბოლოს? რაც ისაა. რა ვსუყურებდი? ჭამის და რაღაც ვიდეო იყო, რაღაც აქციის რაღაც ვიდეოები. ჭამის? თუ ვიღაც დიდ ტრაკა გოგოების ფოტოებს უყურებდი, ვიდეოებს უბრალოდ. რა სისულელებს რო პარაკობ? ნახე მიდი აბა რამე. გახსენ ტელეფონი. აი ხომ ხარაცებს, სისულელებს. აბა ტელევიზორს გახედი. ახლა ჯობს გაიქცე, ოღონდ მართლა. შედებილო. მოდი აქ, ეს უყურებდი, მოდი. ხალე გავდივარ. სად გადიხარ? მაგაზონთან გავდივარ. ძმაკაცებთან მე რამდენი ხნით გადიხარ? არ დაგავიწყდეს ჩვენ? ხელშეკრულება გვაქვს გასადები. ხელშეკრულება გიოს ძმაკაცებთან გასვლის შესახებ. ეს რა დაგავიწყდა? თუ 10 წუთით გინდა გასვლა, სნიკერსი უნდა მომიტანო. 15 წუთით ტვიქსი, 20 წუთით გადიხარ ბაუნტი, 25 წუთით გასვლა გინდა ნებისმიერ სახის ვაფლი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბევრი იყოს შეგრით. 30 წუთით გასვლა ჟელიბონი დაგიჯდება და 40 წუთი კიტკეტი. მაგრამ ძვირფასო აქციები მაქვს. აი სნიკერსი და ტვიქსი შეიძლება 30 წუთით წახვიდე თუ სნიკერს და ტვიქსს მომიტან 25 წუთის ნაცვლად. ტვიքს, ბაუნტ და ვაფლს თუ მომიტან 60 წუთის ნაცვლად 65 წუთით. მაგრამ გვაქვს ძალიან მაგარი აქცია. სნიკერსი, ტვიქსი, ბაუნტი, 2 ვაფლი, 2 ნებისმიერი სახის ჟელიბონი და 2 კიტკეტი 3 საათი და 25 წუთი. 3 საათი და 15 წუთის ნაცვლად. ბოლოს შემოთავაზებას ავიღებ თუ. ბოლოს აიღებ? იცოდე ზუსტად 3 საათს და 25 წუთზე აქ ხარ ხელივე მოაწერო ამას. მიდი, გძელდები. მომიტანე. ყველა. ერთი სნიკერსი. ერთი ტვიქსი. ერთი ბაუნტი. 2 ცალი ნებისმიერ სახის ვაფლი, რომელიც გადიხარდება. როშენი, კარგია. 2 ცალი ჟელიბონი. ჟელიბონი. ხო, ისე ამ აქციას ვერ გამოიყენებს. გაქვს? 2 ჟელიბონი და 2 კიტკეტი. აუცილებლად.
აჰა, ძალიან კარგი. აქცია შედის ძალაში, მოაწერე ხელი თუ შეიძლება. თუ შეიძლება საზოგადოებას დაანახე რომ ჩვენ ნამდვილად მოაწერე ხელი. კი ბატონო. მოვადახურე. ზუსტად 3 საათის და 25 წუთის გასვლის შემდეგ შენ სახლში უნდა იყო. კარგი. A few moments later. სათხარგიო? ზუსტად 3 საათი და 27 წუთი გავიდა. მოდი ხარ კიბებზე. 1 წუთი რო გჭირდება აქ ამოსასვლელად და 3 წუთი იგვიანებ, ხვდები ალბათ. გატრიალდი ახლა მაღაზიაში და ამ 3 წუთის სანაცვლოდ რამე წამოაყოლე. ბარნი. ეგრე მარტივად ვერ გამოძვრები. ბარნი, 3 წუთი ბარნი. ზიახ. მიდი, გელოდები. კაი. ჩამოვდივარ რომ 8 ლუკმაში შევჭამ. მე ჩამოვდივარ ამას ლარს რომ მამას შევჭამ 9 ლუკმაში. 8-ში. 7-ში. 6-ში. შენ 6-ში მგონი მართლა შეჭამ მაგას. კაი, მე შევჭამ 5.5 ლუკმაში. ე ბატონო. რა? ე ბატონო. გაჩელი. მოცეს. აჰა, რაგიო. აჰა. ანტა გეჩელენჯებინე და მე დაგაჩელენჯებდი მე. რატო? 5.5. აუ, შანსი არა. ეგ 2 ლუკმაა და აი ეს შეჭამ. აი 6-ში და ჩემი ეს ფული. 6-ში ჭამო? 6-ში მე შევჭამ და ჩემი ეს ფული. აი მიდი. ой, ხა თუ დააწყო. ამას შევჭამ ბარაბა. ერთი. ორი. აი აღარ მინდა ხო? აიღე. ამას ფულის ამოყვანში შეჭამ უკუსო. ანუ რა ხელა პირსაღებ, რანაირად ჭამეგრე. აი რა. აი ნუ ყველა ხვდებით უკვე რომ წავაგე, კაი აიღე ფული და წავი. გიო მოიცადე არ შეჭამო. აი ამ 200 ლარს ჩამოვდივარ, თუ შენ მაგას 3 ლუკმაში შეჭამ, მე ამ ფულს მოგცემ. თუ შენ მაგას 3 ლუკმაში ვერ შეჭამ, გამიორმაგებ აი ამ თანხას, ანუ და დავიმატებ, არა, ზევიდან დავიმატებ 200 ლარს რა და მე დამრჩება და პლუს ზევიდან მეყიდი ნაყინს მაკლარს. 3 ლუკმაში? ხო, 3 ლუკმაში. ანუ გამიორმაგო კი არა, 200 ლარი დავიმატე ზევიდან რა. შენ მომცემ 200 ლარს. გაწყობს? მედი ამოიღე 200 ლარი, დამიდე აქ. მედი, დავაი, მომე. ჰა? 3 ლუკმაში ამბობ? 3 კი. მედი. როზე გიყურებ. 3 ლუკმაში 4 მაინც. 3-ია. არა, 3 იყოს. თუ არ შეჭამ ნაყინს მეყიდი. და ეს 200 ლარის მე დამრჩება შენი. ვაიმე. ბიჭო, ვაი, ხო წისქვილი ხარ? კითხოს კაცმა 4 ლუკმა გინდოდა და აი 2 უნდა მეთქვა რა. მან გადაგდოს არ ვაგებ მე ამბობ. 2 უნდა მეთქვა რა, დებილი ვარ. ეგ უკვე 3 იყო. კაი დაიბრუნე შენი 200 ლარი უკან. კაცური ლოგიკა ნაწილი 2. ჯიგრებისა ვიდეო დაალაიქო. ხარი, არ დაალაიქოთ, გთხოვთ. აი. ჩამაგრჩო. დავიწყოთ კითხვა პირველი. რა მოხდება თუ კი სახში გადადებული 100 ლარიანი გაქრება? ზებნას დავიწყებთ. მართალია. ისე ვაზისუბნის მარშრუტკას გავაყოლებთ მშობლებთან და დაუტოვებ იქ. გიო. კითხვა ნომერი 2. რა დაჯდა შენი დეითი პირველი? რომელი პირველი დეითი? მთელ სამეზობლოსთან ერთად რო წამიყვანი და ლაფშა მაჭამე? ეგ იყო? მე გადავიხადა ეგ 30 ლარი. 40 ლარი მქონდა მესასუდროში.
ამას რატო ვაჭამი წავსულიყავი ურდი დამელია ბიჭთან ერთად დაჯობდა აროჩი თავიდანვე შევწდი და შენ ვიდეო დაალაიქე part 3 რომ მოვხოდოთ გიჟი და გამოგვიწერა ცუდი ყოფილა ხალხო ჩახჩოვა კითხვა ნომერი 3 რა ჯდება შენი შენახვა ლალი თვეში შილაკი 50 ლარი საშუალოდ დიოდი 70 ლარი დაახლოებით თმას თუ გავიკეთებ რავი 30 ლარი მაგაში მომოწვევ ახლა ფასებში არაფერი უბრალოდ მართალი ხარ ამდენი ჯდება სოლის შენახვა ასე რომ სანამ სოლი არ მოგიყვანიათ დაფიქრდი არ მოიყვანოთ ხალხო მიშველეთ ქმარი მახრჩობს part 3 6000 ლაიქზე და გამოგვიწერა არ დაალაიქოთ ხალხო გთხოვთ დაალაიქე რომ ვაჯობოთ ქალებს კაცური სოლიდარობა მინდა დიო მოდი დიო გეხოცე შო მოდი ნახე წერა ხო შენო თლუბაში შეჭამე და 250 ლარი წამართი აი всё კამერა ჩართული მაგ არ ხიშავ ეხა ჩამოვდივარ 100 ლარს კიდე თუ ორ ლუკმაში შეჭამ რომელიმე ნებისმიერ პიცას 100 ლარი გრჩება უცელი მტკივა რაღაც ძალიან კაი მიდი წავიდა 1 2 3 წავიდა ტკი მომწელი მომწვენია რა მომწვენია რა მომწვენია წადი შენი ტუალეტი მართლა რა ბიჭო მუცელი ამტკივდა უბრალოდ რა იყო ამოუჭრი ამ კადრებს რა მიყუე მე ხუცი რა იყო ცხოვრებაში არ გიქნია სამ მე კაი არა უშვებს თავიდან და всё მოდიში რა წავიდა 1 უკვე ჩაკბიჩა 2 ლუკაში ძალიან რთულია აი მე მუცელი უფ აი მაფათინა გალი ხამინა ბიჭო ხახაზი ეთქო მოდი აი რა იყო ვერ გავიგე ცხოვრებაში არ გიქნია ამაწყროლე რასუნი იყო ის სამჯერ გააყურე მე რასუნი იყო შედი ტუალეტში თუ მინდა სული ვაფშე არ ყოფილა თავ რატო იტანჯავ გემტები გამაგებინე ბიჭო სული ვაფშე არ ყოფილა ეს ტკივა ხოლმე და ხან მუზეს აბრალებ ხან შედი ტუალეტში რა მე გამნაუზახარ ჩემი ბიჭო აი სული არ იყო გეხო ვითომ ის ლეიბი ტრაჭუნე თუმე შენი ხმა ჩემი გეფცევი არა просто სული არა მინდა სული სადიღო მითხარი რა ხმები იქ რა თუ მაგრამ შენ ტუალეტში თუ გინდა რა შევალ ხო მათ სადე ვაიმე მე ლეიბს იმქად ვაგინები თუ ამის ხმები ყოფილა ძელი ხანი თუ მაგ როგორ გააკვებს